ძალიან ჩვეულებრივად ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო. ტელევიზორთან ვისხედით და ვერ წარმოვიდგენით იმას, თუ რა უნდა მომხდარიყო რამდენიმე წუთის შემდეგ. უცბად წვიმა რო დაიწყო, გადაიხსნა ღელეები, ღობეების მოტეხვა, მოგლეჯა გორების ჩამოწოლები, განადგურდა სოფელში მოგეხსენებათ ნათესები, ესე ალბათ ყველაფერი უნიშნელო არის იმასთან, რაც დამხელს ხერპლი იყო ადამიანების. თავიდან პირველ რიგში ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სახლის პირველი სართულის შემოწმება, ისე საფუძვლიანად უკანა ოთახების, რომელსაც ფასადი ისე კარგად არ ქონა გამაგრებული და იყო საშიშროება, რომ დატბორილიყო პირველი სართული. დინარი მოდიოდა, წყალი არ იდგეს ის ჩემს სახლში. იმას ვცდილობდით, რომ ეს წყალი რამენაირად ოთახებში არ შესულიყო და გარეთ კალაპოტი მიეცა და გარეთ გასულიყო. საშინელი ნიაღვარი დამეტაკა ფეხებში. დავიწყე ყვირილი, გამოდით ხალხო რა ხდება მეთქი. მაგრამ მეორე დღეს რომ გათენდა, რომ გავიხედე, ჩემგან რომ გაიხედე, ეს მთა რომელიც ჩამოინგრა, ხო? ის კარგად ჩანს, მწვანე არის. მაგრამ რომ გავიხედე, მე ეს სალიტყდესავით რაღაც ის შორიდან რომ ჩანს, ეს ჩამონგრეულია სულ რა. დაახლოებით 2 საათი იყო იქ ვავედით, დილის 8 საათამდე ჩვენ იქ ვიყავით. მსხვერპლი იყო სამწუხაროდ ერთი პიროვნება, გარდაცვლილი დაგვხდა. საგვირველი ის იყო, რომ ძირითადად ტყით დაფარული ფერდობი მოწყდა. აი საშიშროება ჩვენ როცა იქ ვიყავით, ნებისმიერ მომენტში იყო, რომ ეს გაგრძელებული იყო, ძალიან ახლოს ვიყავით, აი 10-20 მეტრში დაახლოებით ამ შემთხვევის ადგილიდან. ალბათ საბედნიეროდ არ გაგრძელდა ეს წვიმა და გადარჩა დანარჩენი მონაკვეთი დღის კლდის და ტყის მოწყვეტას და იმ ღამეს ვერც ფიქრობდით რა უნდა გაგვიკეთებინა, არაფერი. აი მეორე დღიდანვე დაიწყო უკვე მაშველებთან ერეკვა რა, თვითონვე მოგვაქციეს ყურადღება. აი სანამ ჩვენ გონებაზე გამოვერკვეოდით, რომ ეს ხდებოდა ჩვენ თავზე, უკვე მაშველები ჩვენთან იყვნენ. შენ არ მოვიციოს ვერე. გატოყვა. აუ, ნაშეჩ. მოვედი სახში სადღაცა პირველის ნახევარი იყო ალბათ და ჩემმა შულმა დამიძახა რომ ჩქარა დედა ნახე მოდი რა ხდება და აი რო გადმოვიხედე მე ამის აღწერაც არ შემიძლია ეს აქ რა ხდებოდა თავიდან ყურადღება მიიქცია ეს მანქანები აი იქით ამ მიმართულებით მოგრუნდნენ და საწინააღმდეგო მიმართულებით მოდიოდნენ უკვე რა დავაკვირდი, აი იქით ამ მხარეს უკვე მდინარე მოდიოდა. ხეების დატბორილი იყო ზოოპარკში, აი წვერები ჩანდა, თავი ჩანდა, ეხაც რა გახედოთ, აი ნიშნული ჩანს სადამდეც წყალი იყო. აი ამ გვირაბის თავზე, აი იმასთან, სასწრაფო დახმარების შენობასთან გადადიოდა ზემოდან და ნაწილი წყალი უკან ბრუნდებოდა და მე ვიცი რომ ამ აი აქ რასაც უყურებდი აქ იყო 3 სახლი ჩემი საცხოვრებელი ერთი აი აქ იყო ერთი იქა და ერთი იქით და აბსოლუტურად არ ჩანდა აი კვალიც არ იყო აბსოლუტურად იყო დაფარული სახურავების კი არ ჩანდა ამ
ამ შენობების ადრე არასდროს არ მომივარ თვალებიდან და ეს ხმა რა ვიღაცა შველას ითხოვდა და ცხოველების ხმაც აი ალბათ უნდა მოსაუბრება. გვიშველეთ. ეს აშინელება იყო, რომ ვერ შველი ვერაფერს აბსოლუტურად. ჩვენ უკვე შემზადებულები ვიყავით 3 ივნისს ლომისობას რუადიდა წყალი მაშინაც შეგვიხო გამოაცალა ძირი და მოვიდნენ გამგეობი და შეგვამოწმოს გადაიღეს სურათები და გვითხრეს აქ საშიშია ბავშვები უნდა გაიყვანო ხირით უნდა გახვიდოდო ეძებდნენ ჩვენთვის ბინას ზოგი ოჯახი გაიყვანეს ჩვენ გადავჭით და 2 ოჯახი გადარჩა რომ გასასვლელები ყოფილიყავი ამ დროს უკვე ვეღარ მოვასწრეს ჩვენი გაყვანა და მზადებაში ვიყავით რომ წვიმა რომ დაწყებულიყო ხიზრად ყოფილიყავით რომ გასულიყავით მეზობელი შემოვარდა ყვირილი წვილი დროზე წყალი წაგვიღებსო გავიდეთ აქედან გამოვედი და უკვე ეს კარები გახსენი თუ არა ამ ტალღამ დამარტყა უკვე და უკან გამიყვანა და კედელზე მიმახეთქა უძლიერესი წვიმა იყო და უკვე რო შემოვიდა და გაფართოვდა ეს და ამოვიდა წარმოიდგინეთ დაბლა პადვან მეორე სართულზე რო ამოვა რაღაცნაირად იქიდან დიდი კარებიდან კიდე დაარტყა ტალღამ და როგორ შევარდი შიგნით ესე იგი კრიშაზე აზრზე უკვე ვეღარა უკვე ცახცახებდი შიშისაგანა რომ გადავჭი თუ არა აზრზეც არ ვიყავ მე ცოცხალი ვარ თუ არა როგორ გადავჭი იქ მეთქი გამოვედით სახიდან სრულიად როგორც აბსოლუტურად არაფერი არ გამოგვიტანია. აი რაც გვეცვა, აი იმით გამოვედით. მანქანიდან რომ გამოვიქეთით და ვინახეთ რომ როგორ გადმოგვიჭრა ადიდებულმა მდინარემ და არ ვიცი შოფერს თუ არ ვიცი მადლობა და გეგონა რომ დავიღუპებთ, მაგრამ მოახერხა და გამოვედით. მე მაშველები მოვიდნენ მეზობლის სახლში ინვალიდი კაცი იყო. იმის გამოსაყვანად და აქედან დროზეო გადითო თორე სულ წაიღებს აქაურობას. მაშველები მოვიდნენ ნამდვილად. აი რომ არ მოვიტყვილო 1-20 კაცი შეიძლება მეტიც იყო. 2 ახალგაზრდა იყო. მადლობა იმ ახალგაზრდებს რომ მე გადამაჩინეს. ამოვიდნენ ჩემი დამიჭირეს აქეთ იქიდან ფელი და გადავყევა ნავში გადამიყვანეს. რო ავედით მაღლა დინარე მოდის ნუ რაღაც აი მოაქვს მანქანები მოკონდა დიდი სატვირთო მანქანა ჩვენი სახლი წყალმან მთლიანად წაიღოთ იმისგან აღარაფერი აღარ არის საერთოდ ვეღარ ნახავთ თუ ვინმე რობისმე ცხოვრობდა საშინელება იყო მე ვერ გეტყვით ეს რა იყო სიტყვებით ვერ ვიტყვი რა ეს საშინელება იყო
ამ დროს ვიმყოფებოდი სკოლაში, შიგნით. ესე იგი, წყალმა ისე უცბად მოიმატა, დონე რომ მოიმატა, რომ შემოვიდა კარგად წყალი, ხო? შუქები ეგრევე გაიციშა. ამ დროს მე მქონდა ფანარი ჩემი, პატარა ფანარი, რომელიც შუბლზე მეკეთა. ამ ფანარმა გადამარჩინა რა, ახალგაზრდა. უბრალოდ, ეს ჩემი ერთი ის იყო, რომ უბრალოდ ერთი კარი იყო ღია, იქიდან მხარეს, სკოლის უკანა მხარეს. ამ წყალს გავყევი მე თვითონ. მძიმე შექმები მეცოდა, ისიც გავიხადე რა, თორემ ვეღარ მივდიოდი, ძალიან მძიმე იყო და აი წყალი უკვე ესე იყო. აი მეც მაგაახაროს ჩვენი корпуსის მეზობლები, როგორც იწყო, მე-19 корпуსი ათრომელის. ეთი დიდ მადლობას მოახსენებ იმისთვის და თანადგომისთვის რა, როგორც იწყიან რა. ბიძია კარლოა ერთი რა, ეს და 4 ახალგაზრდა, რომლებმაც მოიფიქრეს და უბრალოდ ჩამოვიდნენ საშველად. აი ეს კაპრონის თოკი. აი ამ კაპრონის თოკის გამათრიეს მე რა, როგორ გამომიგდეს სიმძიმით, გაუნათე სადაც მე ვიყავი. ამ სინათლეზე ისულა ჩემმა მეწყვილემ. აი ეს სიმძიმე ავიღე მე, გამოვქაჩე მე იმას მოაბეს ეს ის გასაბერი ბანში. ერთხელ მეორე მხარეს თავიანთ თვითონიცია თოკი. რეკლამის შემდეგ ნახავთ. იმ მომენტში ჩვენ მართლა არაფერზე არ ვფიქრობდით, უბრალოდ ვამხნევებდით ერთმანეთს, ვეუბნებოდით მძღოლს როგორ ხარ, ძალიან გთხოვ, ჩქარა წადი, მძიმეა პაციენტი, ძალიან გთხოვ, ჩქარა, როგორ წავიდეს, სწრაფად გზები ჩამოხერგილია, იმიტომ რომ არ ამომდის იმ პაციენტის კნესა, რეაქციები, დახმარებას ითხოვდა, რაღაც საშინელ მდგომარეობაში იყო. იმ მომენტში ჩვენ მართლა არაფერზე არ ვფიქრობდით, უბრალოდ ვამხნევებდით ერთმანეთს, ვეუბნებოდით მძღოლს როგორ ხარ, ძალიან გთხოვ, ჩქარა წადი, მძიმეა პაციენტი, ძალიან გთხოვ, ჩქარა, როგორ წავიდეს, სწრაფად გზები ჩამოხერგილია, იმიტომ რომ არ ამომდის იმ პაციენტის კნესა, რეაქციები, დახმარებას ითხოვდა, რაღაც საშინელ მდგომარეობაში იყო. განგაში რო გვერთვება ზუსტად 47 წამი გვაქვს რომ გავიდეთ, ჩავიცვათ, გავიდეთ ნაწილიდან და დროულად მივიდეთ. ჩვენ რომ ჩავედით იქ მისulis დაგვხვდა ესეთი სურათი, რომ ფაქტიურად სახლების უმრავლესობა აღარ იყო ადგილზე. ანუ ეს სახლები წაღებული იყო უკვე. მართლა აი ფილმებში თუ აქვს ალბათ ადამიანებს ეს ნანახი, ის სურათი რაც ადგილზე იყო იმ მომენტში, აი არავის არ აქვს, იმის კადრები ფიზიკურად არ არსებობს და არც არავის გადაუღია იმ მომენტში რა. სამუშაო პირობები იყო აი უმძიმესი, არ იყო განათება და იყო ძალიან დიდი ხმა. ესე იგი წყალში ისეთი წყლის ხმა იყო, მცხრევის ხმა იყო, რკინის ხმა იყო, ამ ხეების ხმა იყო ყველაფერი და ფაქტიურად ხალხის ყვირილის ხმაც კი არ ისმოდა. იმ ადამიანების სახე არ დამოუწყდება არასდროს, რომლებიც იყვნენ აი აფექტურ მდგომარეობაში იყვნენ, ის ადამიანები იყვნენ აი სახეზე რომ შეგეხადათ შეშლილები ვიყურებდნენ თვალებში ვერც ცნობდნენ, ვერც დაგვიმახსოვრებდნენ, ალბათ ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, განცდები ჰქონდათ ძალიან საშინელი და აცნობიერებდნენ იმას, რომ შეიძლებოდა იმ მომენტში დაღუპულიყვნენ. მაქსიმალურად ვეცადეთ ვისთანაც მივახციეთ, ყველა გადავარჩინეთ. ძალიან ბევრი ხალხი იყო, მანქანებს ფაქტიურად რამოდენიმე ადამიანი არ ტოვებდა. გამოვიყენეთ ძალა, გამოვიყვანეთ. ერთ-ერთი ჯგუფი, რომელმაც გამოიყვანა ხალხი და შემდეგ უნდა გამოსულიყო უსაფრთხო ადგილას, ამ დროს სამარშრუტო ტაქსი მოქონდა წყალს და იქიდან ითხოვდნენ ხალხი დახმარებას.
შებრუნდნენ ისევ ეს ხალხი გადმოიყვანეს სამაშტო ტაქსიდან 4 მოქალაქე და ეს სამაშტო ტაქსი წყალმა წაიღო. უცებ წამებში წყლის ნაკადმა მოიმატა. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით, რომ ჩვენც აუღმოჩდით საფრთხის ქვეშ. ფეხით ვეღარ ვიდექით იმ გზაზე, ფეხში რო გხვდებოდა ამ ხელა ტოტები, გვაგდებდა ძირს. მივხვდით უკვე ალბათ მან ყველამ გაიფიქრა, რომ აქედან ალბათ ჩვენც უკვე ვეღარ გავიდოდით. საშველად ვერავინ ვეღარ მოდიოდა, წყალს ვერავინ ვერ გადმოეცა, თოქს ვერ გადმოაგდებდი. და ამ დროს მოხდა ის უბედური შემთხვევა ჩვენი ერთ-ერთი მეხანძრე მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელიც გაიტაცა წყალმა და სამწუხაროდ დაგვეღუპა. ხალხს მოქონდა ძალიან დიდი ხე და გზადაგზა იმ სტოლბებს ანგრევდა, რომ რასაც დაეჯახებოდა. ერთ-ერთი მეხანძრე გადაახტა ამ ხეს, მეორეც გადაახტა და როგორც მე ხა ერთი თვალი დავინახე, ზურაბმა ვერ გადაახტა ამ ხეს, გამოვედო ფეხი და ამ ხემ ჩაიყოლა წყალში. ერთი ამოყვინთვა დავინახე და ჩაყვინთვა იყო და იმის მერე აღარ გვინახია რა. იმ ღამესაც რო ეს ფაქტი რომ მოხდა, აბსოლუტურად სულ ყველა ბიჭები, აბსოლუტურად ყველა ტიროდა და ყველა განიცდიდა. ამავდროულად ვაგრძელებდით სამუშაოებს და უფრო მეტი მონდომებით ვეხმარებოდით ფაქტურად ყველა მოქალაქეს. იყო ასეთი შემთხვევა კიდევ, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე, სასაფლაოების მხრიდან, ქვემოთ მამაო დაგხვდა ადგილზე, რომელიც ამბობდა, რომ სახლი დამეტყორა და სასწრაფოდ ითხოვდა შველას. იქ უნდა ყოფილიყო მისი 2 ქალიშვილი და სიძე. ადგილზე როცა მივედით, უკვე იქ დაგხვდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც აღმოჩნდა ერთ-ერთი გოგონას, ანუ მამაოს სიძე. იყო პანიკაში, გაოგნებული ამ ყველაფრით, ძალიან ნერვიულობდა, ტიროდა, ყვიროდა რომ მიშველეთ, იქნება უშველოთ, იქნება ამოვიყვანოთ როგორმე, მაგრამ ფაქტიურად თვითონაც იცოდა ეს ყველაფერი, რომ არავინ აღარ ჩანდა იქ. წყალი იყო იმხელა და ისეთი რაოდენობით მოდიოდა, ისეთი იმდენი სამშენებლო მასალა, ხე, სახლი ისეთი აღელვებული იყო ეს მდინარე, რომ ფაქტიურად იქ შესვლა იყო შეუძლებელი. თვითონაც აცნობიერებდა, რომ ფაქტიურად ეს ადამიანები იქ აღარ იყვნენ და წყალმა წაიღო. ესენი არიან, აი თუნდაც აი როგორც იტყვიან, თუნდაც ესეთი ფრაზაა, ჩვენი დროის გმირები. ჩვენ დაგვესახა იმედი უკვე რომ მოვიდა მაშველი და всё უკვე აღარაფრის აღარ გვეშინოდა. ხალხი სიცოცხლის ფასად გასწირა და შემოვიდა და არც თუ არაფერი, ნუ ნავი, ანჟილეტები არ ქონდა მას, მაგრამ რაღაც რწმენა იმედი მოაქცა. გამოცურა მე ერთმა ბიჭმა და სანდრო რო დაუძახეს ამ ბიჭს, ჩემს პატარასაც სანდრო ქვია და აი მით დავიმახსოვრეთ მისი სახელი რომ სანდრო ქვია. და ეგრევე გაწვიმეს ბაჭარი და იმ სანდრომ ის პატარა სანდრო აიყვანა ხელში, ჩამოსვით სანდრო ჭერიდან აიყვანა ხელში და ისე ლამაზად გაიყვანა იქიდან რომ ბავშვი აი მარტო ფეხები ქონდა, სველი წელზემოთ ერთი ის არ ქონდა. ჩვენი ოჯახი მათ გადაარჩინეს, ახალი სიცოცხლე გვაჩუქეს ეხლა შანსი მოგცეს რომ გავაგრძელოთ სიცოცხლე, იმიტომ რომ ისინი რომ არა რა შანსი გქონდა რომ გადარჩებული. აი დასაფასებელია, აი მაგათი აი ესეთი თავგანწირო არის, ნუ არ ვიცი, დასაფასებელია ესეთი. შემოვიდა ერთი რაღაც თხელი ბიჭი და მაგრამ რამდენი მომზადებული ყოფილა. ჯერ სულიერად ძლიერი და ფიზიკურადაც რომ ყოფილა. ჰარმონიაში ფიზიკურიც და სულიერი. რატომ მოგვიტყვეთ?
ვიქნებით გაღარებული ვარ. ისე ტელევიზიიდან ტელევიზიაში გადავდებართ ვარსკვლავები გავხდით და ჩემი მეუბნები აღარ სულ იცინი. იქაც მეუბნებიან, როგორ არ ვიცინოთ სიცოცხლე გვაჩუქეს, სიცოცხლები ვარ, ბედნიერები ვარ. აი ეს სანდროს მამა. მადლობა თქვენ ჩვენი ოჯახის, აი შვილი, ძმა ლექსოსთვის, აი თუ ჩემი შვილი მე არ ვიყავი შვილი ოჯახი, აი ჩემი შვილი იქნება, რა ვიცი. რა გითხრათ მე. თქვენ და ჩვენი ყველანი გმირები არიან თოქში ჩაკიდებული რომ იყვნენ, როცა გამოვედით და ეს იყო ძალა ერთობა, ეს არის სიყვარული, ეს იყო რაღაც სიცოცხლის ვიზირი, რა კარგია ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, უბედნიერესი ვიყავი და ვარ აი შემოდგედი თვალებში შემოდგედი თვალებში სიცოცხლის გზა გადის აი ეს პატარა სანდრო რომ აი მე არ ვიცი მადლობა გიორგი აი თქვენ თვალებში სულ ბედნიერება იყო სულ სიხარული იყო თვალი სული სარყეა და ლამაზი თვალი აქვს ლამაზი სული აქვს ძლიერი სული აქვს აი თქვენ ეს ძლიერი სულის ადამიანები ყავდეს უმრავლეს ჩვენს ქვეყანას დიდი მადლობა თქვენ. რეკლამის შემდეგ ნახავთ. დილის საათებში ჩვენი ბრიგადები უკვე გადავინაცვლეთ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და იყო საშინელი სანახაობა, იცით, განადგურებული, გაპარტახებული ქალაქი, იყო ეს საშინლად დანგრეული ქაურობა, მანქანები წამოღებული წყლის ნაკადით და მოგუჩებული იყო ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაღაც ისმოდა ამ ცხოველების საშინელი ხმა, იყო რაღაც სროლის ხმა თოფის და შემზარავი სიტუაცია იყო, იცით, ძალიან დამთრგუნველი და განსაკუთრებით ჩემთვის საკმაოდ მძიმე იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონას გვამის დაფიქსირება, ეს იყო ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 7:30-ზე ჩვენმა მაშულებმა გამოიყვანეს სარდაფიდან. საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მუშაობთ და გამოძახებები გვაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ იმ დღეებში ქალაქში ძალიან მოიმატა რიცხობრივად, იმიტომ რომ სტრესის ფონზე, პანიკის ფონზე, შიშის ფონზე და ძირითადად ეს წამოვიდა რიგი გამოძახებების, როგორიც არის ნევროტულობა, ესენციური ჰიპერტენზიები და ასე შემდეგ. სამეთში ხამე გავიგე, მეგობრები უკვე იქ იყვნენ ჩემი, მივედი და რამდენიმე დღის განმავლობაში აქ სვანიძის ქუჩაზე ვეხმარებოდით შლამის გამოტანაში, ავეჯის გამოტანაში მოსახლეობას. იმ საქმეს ვაკეთებდით, რაც საჭირო იყო, რომ იქ გაგვეკეთებინა.
ყველაზე დიდი, ანუ ჩემთვის ერთგვარი დარტყმა იყო, როცა ველოსიპედით ჩავედი, მე აი უკვე ახალი გზის მიდამოებში და უცებ თვალწინ დამხვდა, აი ვიცით, დინარესთან დიდი ხანია რა, მაქვს ურთიერთობა და თვალწინ დამხვდა რაღაც უშველებელი მასივი, რომელსაც ჰქონდა წამოღებული, არა ეს არ იყო მდინარე, ეს იყო რაღაცა მრავალწლიანი ხეები ჩამოტანილი, ანუ ეს წყალი არ იყო, ეს იყო ერთგვარი რაღაც მასა წამოსული. რაც ყველაზე ძალიან თვალშისაცემი იყო არის რომ ანუ არავის არ შეშინებია, არავინ არ დაპანიკებულა იქ საკუთარ თავზე, არავის რაღაც ყველა თავდადებულა და თავგანწირვით მუშაობდა რომ ამ ქალაქისთვის ან ვიღაცისთვის ხელი შეეწყო და ვიღაცისთვის დახმარებოდა. ხალხი გამოყავდათ მაშველებს, ან მაგას ვერ დავიბრალებს, ნახდათ ვერავინ, ნავებით შევიდნენ მაშველები. ჩვენც რაღაცა პატარა ხელი მიუკარით იქ და რაც იყო, რაც შემოგძახეს, რაღაც ხელიზე ნავი გამოვიყვაი და იყო რაღაც მომენტები, თორე ყველამ ერთად გააკეთა რა, აი არ არსებობს უბრალოდ ის კადრი, რაც გავიდა ეთერში, ის დაემთხვა, რომ ჩვენ უბრალოდ იმ მომენტში ვიყავით იქ რა, სხვებზე ადრე აღმოუჩეთ იმ ადგილას, თორე იმ კადრის გარდა ხა ის ერთი მომენტი იყო, თორე იმ კადრის გარდა ხალხი გამოიყვანეს იქიდან სახლებიდან და გლეჯდნენ ხელებით იმ რკინებს, რომ ფანჯრები მოეტეხა და ნუ აი საასაული ხდებოდა. ექიმი ვარ პროფესიით და რაღაც იმედი მქონდა რა ვინმე ცოცხალი შეიძლება გვეპოვა და რაღაც დავხმარებოდით ამ პირველი დახმარება გაგვეწია, მაგრამ სამწუხაროდ უბრალოდ ესეც მასაში ალბათ იქ ვინც იყო, უბრალოდ ცურვის საშუალებას არ იქნებოდა რა არანაირი, იმიტომ რომ როგორც კი ფეხს ჩაყოფ ამ წყალში, ისე წაგიღე. წყალიც არ იყო რა, ეს იყო მიწა და ხეები და ლოდები. იმ დღეს არაფერი, ყველა რაღაც რობოტებივით, აი ქალი ყვებოდა მაგალითად ერთი რომ ბავშვები რომ გამოვიყვანეო ისეთ ადგილას გადავირბინეთო ბავშვებთან ერთად რომ ეხლა რომ უყურებო გამორიცხულია ხო გაგვევლო რა და აი ეგეთი განცდა იყო ყველას რომ არ ვიცით იმ დღეს რა ხდებოდა მეორე დღეს ხო ნუ მეორე დღეს იყო გააზრება ამ ყველაფრის და დღემდე რავი აი ყველა შოქშია რა ეთყობა კიდევაც ხალხს ყველაზე მეტად რაც ცუდი და ესეთი რა არასასიამოვნო იყო ბავშვის ტალახიანი სათამაშო იყო სადღაც მიგდებული და რაღაცა და ხო ვითომ არაფერი ბევრი ავეჯი გამოვიტანეთ რაღაც მაგრამ ეგ დამამახსოვრდა ეს ყველაზე ცუდად პრინციპში ყველაზე ძალიან რამაც დამშოკა ის იყო ოჯახის წევრები, რომლებიც მოდიოდნენ და საკუთარ ოჯახის წევრებს ეძებდნენ, რომლებიც ღამე თურმე მანქანებით დაიკარგა და მთლიანი მანქანები იყო გამქრალი. ამ დროს იპოვეს ზუსტად ჩემ გვერდით მზიურშის გოგონა გახსოვთ ალბათ და ანუ აი ეს იყო რაღაცა ისეთი აი თავში რო ჩაქუჩი მოხვდება და სრული სიმნელე. იმხელა ტრაგედია იყო ის აქ ყველა ყოფი ადამიანისთვის რომ მართლაც იჩუმეიძა. აი აქ ეხლა ვდგავართ და გვესმის ყველანაირი ინსტრუმენტის ხმაური და ადამიანების შეყვირებები, მაგრამ იმ მომენტში, როცა ეს ტრაგედია უკვე ჩვენ წინ ნათლად დადგა, იყო წუთიერი დუმილის კლასიკური პირდაპირი სიტუაცია. ისეთი ამაყი როგორც დღეს ვარ ჩემი მეგობრებით არასდროს არ ყოფილა მართლა რაღაც სუპერ გმირები მყავს გარშემო თან ერთი და ორი არა ის ყველა რაღაცა გმირებიანი როგორ აღწერო ნამდვილად არ ვიცი ერთ სახელს ვერ დაარქმევ ამას აქ რაც ხდებოდა აქ ხდებოდა ყველა ის დადებითი ემოცია რაც შეიძლება ადამიანის ცხოვრების განმავლობაში ეტაპობრივად მოსდიოდეს აქ იყო უდიდეს დონეზე ასული ადამიანებს შორის პატივისცემა პირველ რიგში ამ პატივისცემაზე დაყრდნობით იყო ურთიერთგაგება უანგარო დახმარება, რომელსაც ნუ აი თბილისში მეოდესმე თუ შევხვდებოდი ესე მასშტაბურად ნამდვილად არ მეგონა. ყველა ერთად აი ხა მუხტი წამოვიდა, რომ არ ვიცი რა, ყველაფერს შევძლებდით იმ მომენტში. ეგ იყო და ეგ ამ რაღაცა ერთსულოვნებით, რაც საქართველოში მე არ მინახავს რა. რაღაც იმის ბრალია, რომ ის თაობა, რომელიც ადრე უბედურებებისთვის პატარა იყო, გაიზარდა რა. ეგ არის და ეგ თუ შეიძლება ამ შემთხვევაში რამე სასიამოვნო დავარქვათ, იყო ის, რომ ერთ-ერთი პიროვნება სახელად ნიგუშა გვარი არ მახსოვს, რომელსაც ჰქონდა წვივის ღია მოტეხილობა და რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანი გამოიყვანეს. ბოლოს
გავაგზავნეთ მანქანით სპიტალიზაციო და გავაგზავნეთ ბოლოს, იმიტომ რომ თვითონ არ წავიდა. როცა ნახა რომ იქ თავისზე უფრო მძიმე პიროვნებები პაციენტები იყვნენ, უფრო ესე იგი მძიმე ნოზოლოგიით თვითონ გთხოვდა რომ ჯერ ისინი გაგვეშვა და მე თვითონ გადაგვეგზავნა და ეს რა ვიცი ადამიანური ჰუმანურობის და კეთილშობილების ერთ-ერთი გამოვლინება იყო ამ კრიტიკულ და მძიმე შემთხვევაში. აი ეს გრძნობა, როდესაც ადამიანს გადაარჩენ, ნებისმიერი სიტუაციიდან ეს სტიქიური უბედურება იქნება, ხანძარი თუ მიწისძვრა იქნება, რო ჩაგეხუტება და მადლობას რო გიხდის, ალბათ ესეც ჩვენს ძალას გვაძლევს და ასე ვთქვათ, мотиваციას გვაძლევს, რომ შემდეგში უფრო ეფექტურადაც ვიმოქმედოთ. ჩემთვის ბედნიერი დღე იყო 13 ივნისი, შვილის და შვილიშვილის დაბადების დღე მქონდა დედიკო, მაგრამ იმდენად უბედური გამოდგა ქვეყნისთვის, რომ ეს იყო აუტანელი, ეს იყო საშინელება, უნდა დაიმახსოვროს ყველამ ეს დღე, უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, არ უნდა ზულდეთ, არაფერი არ გამოვა ამ სიძულვილით, არაფერი. სიმშვიდე, მეტი სიმშვიდე, ურთიერთ პატივისცემა, ურთიერთ გაგება, იმიტომ რომ წამიერია ყველაფერი, ეს სიცოცხლე წამიერია. რასაც ჩვენ უყურეთ, ეს იყო აი რაღაც საშინელება. ეს უნდა შეიყვეს ახალგაზრდობა. აუცილებლად. გიყვარდეთ შვილებო ერთმანეთი და პატივი ეცით ერთმანეთს. გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა. თქვენი სამშობლო, ვისაც არ უნახავს საკუთარი თვალით, ხო? შეიძლება ვერ აღიქვას ისე, ნუ მოხდა. და ეს იყო საშინელება, ყველა უნდა გაითვალისწინოს, ესეთ რაღაც მეორედ რო არ მოხდეს. 13 ივნისი, სამწუხაროდ 13 ივნისი იქნება ყოველთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩვენ ცხოვრებაში. ღმერთმა არ გააგვიმეოროს ესეთი დღე და ესეთი ტრაგედია მე არ მახსოვს და არ ვიცი, ალბათ დიდი ხანი დამჭირდება ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, არა მარტო მე, მთელ თბილისს და მთელ საქართველოს ალბათ, მაგრამ ძალიან ძნელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და ძალიან მძიმე დღე იყო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. საქართველოს ისტორიაშიც შევა ალბათ ერთ-ერთი მძიმე დღეც. ტრაგედიიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უკანასკნელი მონაცემებით სტიქიას 19 მოქალაქე შეეწირა, ხოლო 3 ადამიანი დღემდე უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება. კლინიკებში დღემდე 5 ადამიანი მკურნალობს. ჯანდაცვის სამინისტრომ სტიქიისგან დაზარალებული 106 ოჯახი აღრიცხა. სულ 457 ადამიანი, მათგან 119 ბავშვი, 56 ხანდაზმული, 5 ორსული. დაზარალებულებს ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად დაეხმარებიან. ზოოპარკის ტერიტორიის დასუფთავება და წყლის ამოტუმბვა გრძელდება. კვლავ დაკარგულად ითვლება 1 ვეფხვი და 1 აფთარი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს სააგენტოს რეაგირების დანაყოფის 4 ეკიპაჟი. მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია და სამონადირეო კლუბი ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ. სვანიძის ქუჩა სტიქიისგან დამხრჩალი ცხოველებისგან გაიწმინდა. ჩიქოვანის ნომერ 30-ში, 34-ში და 36-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები მუშაობენ. გაწმენდითი სამუშაოები მზიურის ტერიტორიაზე დღემდე მიმდინარეობს. ყველა მაშველი თუ მოხალისე უზრუნველყოფილია საკვებითა და სასმელი წყლით. მოხალისეთა რაოდენობა 600-ზე მეტია. ტერიტორიაზე მუშაობს 300 მეხანძრე მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200 კაციანი ჯგუფი. მოხალისეებს ანტიტეტანური ვაქცინა უფასოდ უკეთდებათ. სახელმწიფოსა და საზოგადოების თანადგომით, თბილისი ჩვეული ცხოვრების რიტმს მალე დაუბრუნდება.